აქციების მონაწილეებს სანქცირებული მოსამართლეები ერთმანეთის მიყოლებით ასამართლებენ. გზის გადაკეტვის საბაბით სისტემამ პატიმრობაში დღეს კიდევ 5 დემონსტრანტი გაუშვა. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საპროტესტო მანიფესტაციის დასასრულს პოლიციელები მოქალაქეებს ტრადიციულად მეტროსადგურებთან ჩაუსაფრთხნენ და ხელბორტილები დაადეს. დააპატიმრეს საბჭოთა წარსულის მკვლევარი ცხრაშვილის დედა რუსიკო კობახიძე. მას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გზის გადაკეტვის საბაბით ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რუსიდან კობახიძემ პროცესზე არ უარყო ის ფაქტი, რომ ნამდვილად დადგა გზის სავალ ნაწილზე და მართლაც დადგა. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც ბოლო დროს არის მიღებული ხელისუფლების მიერ, არის კონსტიტუციის წინააღმდეგი, არის არაპროპორციული, მიიღო გადაწყვეტილება რეალურად გაამტყუნა და მიუსაჯა ერთდღიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახლა ამ შემთხვევაში მეორედ გამეორების შემთხვევაში იქნება უკვე სისხლის სამართლის წესით დასჭადი ქმედება. რეჟიმი ასევე ცდილობს თითქოს შეგვაგუოს, თითქოს ყოველდღიურობა გახადოს ის, რომ ყველანაირი ზღვარი არის წაშლილი. ანუ ადამიანების ასაკის, მდგომარეობის, სქესის ყველაფრის მიუხედავად, ანუ აჩვენებს, რომ მისთვის ეს არაფერი არ არის. უკვე მეორედ დააპატიმრეს 75 წლის დემონსტრანტი ლეილა ცომაია, პროფესიით ჟურნალისტი. მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობიდან. ის მოსამართლე ლევან საგარეიშვილმა ერთდღიან პატიმრობაში გაუშვა. ჩემი მოქმედება არის შედეგი საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობის არალეგიტიმური ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ მოქმედებებზე. არასოდეს შევეგუებით ამ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. ყოველთვის გავაპროტესტებთ. მას იდენტური საბაბით მეორე ადმინისტრაციული საქმე ისე აღუძრას, რომ ჯერ პირველ საქმეზე არ უსჯელიათ. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ რაიმე სახის კანონდარღვევა, სამართალდარღვევა ჩაიდინა ლეილა ცომაიამ და ლეილა ცომაიამ კიდევაც აღანიშნა და დააფიქსირა პოზიცია, რომ კი ბატონო, ის გახლავთ პროტესტის აქტიური მონაწილე, თუმცა ის ხელოვნურად გზას არ კეტავს და მისი მიზანი არ არის კანონდარღვევა. გუში რაც მოხდა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. ლეილა ცომაიას მიმართ განხორციელებული, იმიტომ რომ რეჟიმა იცის ვინც დგას იქ. ლეილა ცომაია არის ეროვნული მოძრაობის რკინის ლედი ქალბატონი. მან საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველა რეჟიმთან მოწამეებრივი ცხოვრება გაიარა. პოლიტპატიმრობით დასრულებული, მით უმეტეს სხვა დარგით ის არის ჟურნალისტი, მწერალი ქალბატონი გახლავთ, რამდენიმე წიგნის ავტორი და ასე შემდეგ. პატიმრობის მეორე წრეზე გაუშვეს იმედა კლდიაშვილიც. მან იდენტური საბაბით გზის ხელოვნურად გადაკეტვა 9-დღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა. მას ამჯერადაც ისევ გზის გადაკეტვის გამო იზოლატორში კიდევ 3 დღის გატარება მოუწევს. იმედა კლდიაშვილი დააკავეს 21 ოქტომბერს და უთხრეს 19 ოქტომბერს რომ გზას კეტავდი, მაგის გამო გაკავებთო და 9 დღით გაუშვეს პატიმრობაში, როცა გამოვიდა ციხიდან, ეხლა უთხრეს რომ ეხლა 20-ში რო კეტავდი, მაგის გამო უნდა გაგიშვა ციხეში და 3 დღით გაუშვეს პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ინერგება საკმაოდ მახინჯი პრაქტიკა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხლა შეუძლია რომ უკან გადათვალოს იმედა კლდიაშვილი კიდევ როდის კეტავდა გზას და ისე რომ სისხლის სამართლის არ დააკავოს, ციხეში გაუშვას, რავში თითქმის 1 წელი. დაატუსაღეს 22 წლის სტუდენტი გურამ გონგაძე. მან რუსთაველის გამზირის სახის შენიღბვის გარეშე დემონსტრაციულად გადაკეტა. არ არსებობს კანონი და არ არსებობს რაიმე გზა, რაც თავისუფლებას ამიგზავნოს, რადგან მე დავიბადე ქართველად და ამასთან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ყოველთვის 22 წლის ბიჭი ვარ. 15-16 წლის და უფრო ნაკლები წლოვანების ბიჭები ეწირებოდნენ ჩემ ქვეყანას, რომ მე აქ მდგარიყავი. ესე გავიზარდე, ეს ჩემი ვალი არის, რომ თუ საჭირო გახდება ჩემი ქვეყანა უნდა დავიცე. სტუდენტის ესნაბიჯი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტისა და თანამებრძოლების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურებოდა. ვერ ვიგებ ეს ხელისუფლება რას იბრძვის, რისთვის იბრძვის, რას აკეთებს, რისი მიღწევა უნდა ამითი. რას ფიქრობენ, რა გონიათ, რომ ჩვენ გავჩერდებით, შევეგვეშინდება და რაღაცას შევწყვეტ ბრძოლას. 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელსა და სამოქალაქო აქტივისტ მარინე ნანავას. მან დღეს ხდომაზე მოსამართლე კობა ჩაგუნავასა და ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
ფაქტებს ვაღიარებ, არ ვთვლი თავს დამნაშავედ. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტებს ვაღიარებ. ვფიქრობ, რომ ეს კანონები არის უსამართლო და ამ კანონების დაუმორჩილებლობა გვმართებს. განაჩენის მოლოდინშია გუშინ დაკავებული კიდევ ერთი დემონსტრანტი. აქტივისტ ანი ჯულიაშვილსაც გზის გადაკეტვის საბაბით სავარაუდოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.